დაახლოებით 3 წლის მანძილზე ბრძოლდება და არც ერთხელ არ მომხდარა ორსულობა. შენ ამასობაში შეიცვალე ექიმი, შეიცვალე კლინიკა. კლინიკა შევიცვალე უამრავჯერ, ექიმი შევიცვალე უამრავჯერ, ყველას თავთავისი დიაგნოზით, ყველა თავთავისი ანალიზით, დიაგნოზები იცვლებოდა ამ დიაგნოზები, ხო, რაღაცები იცვლებოდა, რაღაცებს, რაც ერთი ექიმი აპრობლემებდა, მეორე ამარტივებდა და რაღაცა ეს დინამიკა იყო, რაღაცა ყველას თავისებური ხედვა და ცოდნა გააჩნდა და ყველას პატივსცემ, იმიტომ რომ უამრავი ქალის ბედი შეუცვლიათ ამ ექიმებს, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში მე რატომღაც ექიმებმა გამიცრუეს იმედი, ოღონდ არა, არ მინდა რაღაცა ისე გამოვიდეს, რომ მსხვერპლი ვარ ამ რაღაცის, უბრალოდ არა იცი რა მსხვერპლი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი არის მართლა ყოველდღიურად მე თვითონაც ბევრი მეგობრისგან გამიგონია რომ აი ეს დაუზუსტებელი დიაგნოზები რომლებიც წლიდან წლამდე იცვლება და შენ თვითონაც უკვე პაციენტს აღარ გესმის ანუ რეალურად რა პრობლემის წინაშე დგა ხარ. კი და ხარ სრულ ბურუსში შესაბამისად იმიტომ რომ ერთი ავტორიტეტი ერთს ამბობს მეორე მეორეს მესამეს და ნუ აი ხარ აი ამ რაღაცა